რა თამაშდება დე? Hoverboard-ი. კიდე? კიდე ბლოქსი. ხო. და PlayStation-ი. PlayStation. ხოჩა და კიდე მაჩვარი. შეგიძლია შევუყვეთო და თანაც იცი რა მოყვებო? რა მოყვება? მაგიდა და სკამები. აჰა. მაგიდა და სკამები? ხო, და კიდე ფურცელი რომ გააფერადო და კიდე პენალი, კიდე ფანქრები და მე მეგონა მე ცარიელი იყო. და თურმე შეგიძლია ყველგან გააფერადო თურმე მეორეც აქვს. და კიდე თარეო თამარაც აქვს. ყველა შემგან განმოვიდნენ. და იცით რა თამაშდება კიდე? რატო? ტელეფონი. თუ გინდა შევკვეთე შენს ტელეფონი ან მე. ან პლანშეტი. კიდე თამაშდება კევი. საღეჭირესი. ხო, და კიდე თამაშდება პულტი. და კიდე თამაშდება სატენი. ოღონდ რომ დატენო პლანშეტი და იქნება მაგარი გათამაშება. და იქ გამოვა მაგარი გათამაშება. ანუ გამოდის რომ პაზლები უნდა აწყოთ ძალიან კარგად და მარტივად. რომ ლამაზი გამოვიდეს. ეხლა ახალი წელია ჩვენ დავდგით. მეთვის ხედა ეგეც მოყვება. ოღონდ ჩვენნაირი. და ჩვენთან მერე ორნაძის ხე იქნება. და კიდე ეს მოყვება 12 წელი უნდა შეაგროვოთ რომ დაყეჭოთ. ან დაიდოთ ენაზე. ან ტუჩზე ანაკა. და მე დანება და შეგიძლიათ ჭამოთ. აი ეს. ინული. ესენი რაღაც წერერომარი და კიდე ზამთროს ოღონდ ნახეთ რა არის. აი ეს არის კურკები. და კიდე თამაშდება ფული, ვისაც ჩემგან გადმოეცემა მე. და უნდა იყოს 12 წელი ან 6 წელი. რადგანაც მე ძალიან მიყვარს. და შეიძლება ეს ანაჰეთ აი ეს და სატენით ეს ტელეფონი სატენია. ეს კიდე ის ამაში და სატენი და ახლა განახებთ როგორია. აი შავი და შავი. ყველაფერს რაც შეეხება აქ უნდა შეერთოთ და იქნება მაგარი გათამაშება. თქვენ მოგიტანოთ ვინც იყო ეგრე და კაი, დაიმშვიდობე და ჩვენ გამომწერებს. კარგად, კიდე თამაშდება რაც გითხარით. ხვალ გავაგრძელოთ კიდევ რა თამაშდება, ხო და? ხო. კარგი საყვარელი. მოდით უწყლობაში მოვადუღოთ ყავათ 11:30-ზე. ღამე, ესე იგი, სულ პრობლემა როგორ შეიძლება წყლის იყოს, დენის იყოს, აი ყველაფრის პრობლემა ხალხო ჩვენ ხო არ ვცხოვრობთ რაღაცა როგორც მაგალითად 20 წლის წინ იყო და ვითარდებით. იდეაში ვითარდებით და სულ პრობლემა, აი არ ვიცი ხალხო. ახლა ფიქრობდი, ვაიმე, წყალი დასალევიც არ მქონდა და აღმოვაჩინე, რომ ჩემს მეუღლეს აუზია რაღაცა პატარა ბალონით კიდევ კარგი წყალი. რა თქმა უნდა, დღევანდელი არ არის. გუშინდელია, გუშინწინდელი. ყავისთვის გამოდგება ბუნებრივია, მაგრამ ანუ
მილიონჯერ ამოთხარეს ჩემს სახლთან გზა, მილიონჯერ დაიგო თავიდან გზა ჩასახვევში ჩემთან, რადგან მეზობლის სახლში შედის წყალი, თუ ეზოში არ ვიცი მოკლედ, ანუ სახლში შედის წყალი, ვერ გაიგეს საიდან შედის. ხალხო, მარიამის თავს გეფიცები და რამდენჯერ ამოითხარა. რამდენჯერ დაწყდა ამის გამო წყალი და რამდენჯერ დაიგო ხელახლა გზა, რამხელა თანხები დაიხარჯა ხო ამაზე, ვერც წარმოიდგენთ და ანუ მოდით სანამ არ გაიგებთ საიდან გამოდის ეგ წყალი და შედის თუ ასხავს, ნუ გადააგებთ ამ გზებს და იმას ხალხო, ხო შეიძლება შეგვიცოდონ, აი არასწევი დღეა, არ და მეთქი დღეს ბევრ საქმეს რაღაცნაირად მივასუსტებ, იმიტომ რომ შაბათისთვის კიდე რაღაცა დრო დამჩეს და ანუ რა ის დრო ხალხო ჭურჭელი მაქვს ნიჟარში სავსე. სად არის წყალი და კაი ცხოვრება? სულ ხალხო აი მართლა აი ან როგორ არენანებათ ის გადაგებული გზა, ასე გიჟები თუ წარამარათხრიან, ვერ გაიგებენ საიდან შეძდით წყალი და აგებენ გზას. მეორე დღესვე. კიდევ მოვა ერთი 700 კაცი, ერთი მუშაობს 400 უყურებს, კიდევ ვერ გაიგებენ, გადააგებენ, ანუ გეხვეწებით რა. აი ხო შეიძლება დაგვინდოთ ჩვენ ადამიანები. ხომ შეიძლება ხალხო? მეჭიქებს ამოჩემება ხომ აქვს, თქვენ ხო იცით ეგ თუ არ მithქვამს. გეცოდნებათ ვერ დაიგვითის რომ, მაგრამ ვაიმე გამიმართლა აგერ განცხლებში ვიკავე. ხო და წარმოიდგინეთ ხალხო, რა დღეში ვართ? აი ხო წარმოგიდგენიათ რა დღეში ვართ? არ ვიცი რა, ბებია ჩემი ასე ხშირად არ იღებს წყლებს ბოთლებში როგორც მე აქ. ოღონდ ბებია ჩემი ისეთ მაღალ მთიან ადგილას ცხოვრობს, ვერ წარმოგიდგენიათ. აი აქედან იმ სიმაღლეზე ცხოვრობს და ასე წყლის პრობლემა არ აქვს. არ ვიცი, გაგიჟება შეიძლება გეფიცები. გაგიჟება. პროსტა. სიტყვები აღარ მყოფნის. სახლში თბილა, თან ძალიან, ძალიან კომფორტულადაა. რა თქმა უნდა, ცოტა სიცხეები სუფერს ოჯახს აშინა, მაგრამ ახლა კარგად არის, ცოტა ყელისტკიო და კიდევ. ამიტომ დღეს ცოტა ადრე გამომიშვეს სამსახურიდან. ხო და წამოვედი მერე. ესე იგი გუში რაღაცა ინფორმაციას გუშინ არ რამდენიმე დღეს წინ ბოდიში ვნახულობდი. აი ეხლა ცხელა სახში და რატო ვარ შეფუთული. და ესე იგი ინდონეზიაში თუ არ ვცდები ინდონეზია მოხდა ფაქტი, რომ ქალბატონი დაქორწინდა მამაკაცზე, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები ChatGPT-ის მიერ შექმნილი ვიზუალური ეფექტი, ახლა რა თქმა უნდა მამაკაცი რო არ არის, რა თუ და მაგას თქვა, არის ჩვეულებრივი ფოტო, რომელიც საკუთარ თავში დაილაგა ამ ქალმა ChatGPT-ის მეშვეობით, მოიწონა და არის ამ ადამიანზე დამოკიდებული, ასე ვთქვათ. ბუნებრივია მისი ქორწინება არ აღიარეს და არ მიიღო და არ იმას ქნეს, რა ქვია, რო არ იქა და ნოტარიუსი დავაწყდა თქვენი ქორწინება, მაგრამ გადაიხადა, ასე ვთქვათ, ქორწილი, სადაც თეთრი კაბა, ამ ბიჭის რაღაცა ფოტოა გამოფენილი და ნუ მთელი ზარ-ზეიმი. ხალხს სადამდე აქ ხალხო გაფრენილი, მეგონა მარტო მე ვაფრენდი და თურმე ხალხი სად არის გაფრენილი, კაცმა არის. წარმოიდგინეთ, რა დონემდე აქვს ადამიანს აი რაღაცა აქ ჩადებული, რომ ის კონკრეტული ვიღაც მისთვის არის რაღაცა ცენტრი რა. შოკი. მაგრამ ნახეთ პლუსი რა არის, ნერვებს არ მოუშლის, არ აწყენინებს.
მის გამო ზედმეტ კიდე საქმეებს არ დაიმატებს და იქნებიან მეცნიერები. მე და წელი მომწყდა ამ სიმძიმე ბალონი ეყობამ გაიხაროს ამის ავსებისთვის. მე შემივარ და მოიცად. მოდი სანამ დავწყები მე, უნდა დავლიოთ სიოფორი, რომელიც ჩემი იმისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ინსულინი რეზიდენტობის გამო მაქვს დანიშნული. ხო და იყიდა მარაგი, ასე ვთქვათ. მე ჯერ ისედაც ძალიან დაბალი ფასი ეს მინდა ვთქვა და მადლობა ღმერთს რომ საკვირაშო და ისეთი უკვე რომ არ იქა და დიაბეტია არ მაქვს, თუმცა 10 დღე გავითვალისწინე კვების ამბები და ეხა არეული მაქვს, ახალ წლების მერე ვერ დავლაგდი. უნდა დამეწყო დღეიდან. დღეს გუშინ ძალიან რთული დღე მქონა შესაბამისად და ვერაფრით ჩემ ტვინს ვერ დავაძალე რაღაცების კეთება, რომ სამსახურში წამოღო და შესაბამისად ავურიებ დღესაც. მაგრამ ისე ჩავდგები. აბარასვის. ავიდეთ იქით. დილამშვიდობის, თუ შუა დღემშვიდობის, უკვე თითქმის. ამ შოკოლადს აქვს ცუდი სუნი. ჩვენც არის ასეული სუნი, მაგრამ გემო აქვს ძალიან კარგი. სუნი არ მომწონს. შუა დღემშვიდობის და სანამ ეს ლოგი დაიდება საღამომშვიდობის. გუშინ მთელი ღამე 3 საათამდე ცოტა რთული იყო. გული ერეოდა მარიკოს. არ ვიყავით მცადად მოწოდების სიმაღლეს, სახეზე მწყობა, უცილობა და შეშუპება. სავარაუდოდ სოფელში რომ ყავდა, იგი შემცივდა. იმიტომ რომ რამდენჯერმე სვიტერით გამოვარდა გარეთ. დარბოდა თოვში რა. მგონი გაიგეთ. ხო და მე და რა არის ეს ხალხო? მოკლედ ყურების გახვრეტის ისტორიას მარიკო თვითონ მოგიყვებათ, იმიტომ რომ ამ დღეს ელოდება ძალიან, რომ თვითონ მოგიყვეთ ეს ისტორია. ასე რომ ამ ისტორიას დაწვრილებით ამ ბლოგში მოისმენთ. დღეს მაქვს უზარმაზარი საქმე. ადგილი არ არის, რაც დასალაგებელი არა მაქვს, ხوارი რომ რაღაცა არა გაქვს და დალაგებულ ყველაფერი დასალაგებელი მაქვს. ეს დღები ვისეცალა მაგისთვის და ყველა კუთხე კუნჭულში რაღაც მაინც არის დასალაგებელი. რაღაც ტანსაცმელები, ყველაფერი რა ვიცი და ყველაზე მთავარი მე როგორ მეზარებას არ ეწყი და დავარეცხო დღეს. იმიტომ რომ არ წვიმს, იმიტომ ვერ დავრეცხე, ეს თქეში იყო. ხო და დღეს უნდა დავრეცხო ყველაფერი. თან შაბათია, სახლში ვარ. ხო და აუცილებლად უნდა დავარეცხო. ძალიან ბევრი საქმე, სადილე გასაკეთებელი. პლუს ხო და ეს
გუჟი წყალი არ მქონდა, ჭურჭელი დასარესხი, ყველაფერი გასაკეთებელი. მაგრამ მე რისთვის ვარ ძლიერი გოგო, ტურნეტოსავით გადაავლია, გავაკეთე. აი მეტად. დღეს გუფთა მინდა გავაკეთო, მარიამ ახორცით არ მინდაო. აი მე როგორ დავიღალ. ტოლმა მინდაო. ხო და აი იმ ტოლმის მოხარშვა, აი მართლა ამდენი საათი ჩემი ნერვი ვერ გაუძლებს დღეს. ბევრი საქმე მაქვს და მაგის თავი ხარ მაქვს. გუფთას გავუკეთებ და იმას ვიზაო. ნახარშის ისიც რომ ერთვას ეგეც ძალიან კარგია, სუფთა ხორცია მაინც და კაი წარეყავა მინდა გითხრათ. ეს საკამაოდ თანაც ხალხო გეხვეწებით მითხარით. რამდენად აღიქვამთ, რომ ვიტყლარჭები კამერასთან. მინდა რომ მითხრათ, გულწრფელად ხელი დაიდეთ ორივე გულზე. ამდენი ხანია უკვე თქვენთან ვარ. რაც ვარ, ეგ ვარ და ისე მინდა ხანდახან, რომ აი ფლუები რო არიან ეგრე ვიყო, იმიტომ რომ ბევრად მეტი მაყურებელი უყურებთ აშკარად, აი არ შემიძლია, ანუ კარგია და აი არ ვიცი რატო გაღიზიანებთ ჩემი პერსონა, აი ვერ გავიგე და არ ვიცი. თქვენ შესაძლოა დოდონა გაღიზიანებთ გარკვეულ ადამიანებს და მერე ბარემეთ მიმაყოლებთ რა, აი არ ვიცი. კი არ ვიტყლარჭები ხალხო, ასეთი დავიბადე, ასე ვისწავლე საუბარი, ასეთი მანერა მაქვს და ჯერ ერთი ღვთისყალობა ვარ. აი რამად მეტი კი არ უნდა. თქვენ მეტი მართლა არ გიდათ ერთი სიტყვა და ვზიო ჩაგულილი ვარ დავიდან ფეხებამდე. ხალხი ვისაც ისედაც არ მოგწონვართ, რომ ვისაც მოგწონვართ მე ძალიან კარგად ვიცი. ხო და გეღვეწებით რა, თუ ვიტყლარჭები კიდე დამაცადეთ, კაც იქნება მიხარია. მერტო მიშ. აი მე იქნებ მიხარია, საიდან მოვთხარი. აი მე აღარ შემიძლია. ტყლარჭები აზე პირს მოაღებ. აზე თიზნუწე, როგორც მინდა ისი ავწევ, აი თითებს და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. ერთადერთი ვინც დამიწესებს წესებს რა როგორ გავაკეთო, ეს არის მე. რომ ისევე როგორც მე თქვენ ცხოვრებას ვერ დავალაგებ, რომ ასე გააღები, ასე გადააგდე თავი, ასე დაიძინე, ამ დროს დაიძინე. მეტი პოზიტივი გვინდა, აშკარა ძალიან დათრგუნული ვართ ერი. ხო და აგერ ვარ და გამომიყენეთ ბატონო, აგერ ვარ. მსახიობებმა რო იციან და რეჟისორებმა აგერ ვარ და გამომიყენე სანამ ვარ. დედა რა გავაკეთო? შემიძლია. სისა დავითა ვარ ახსავსე, მეტი რა გიდათ მე ვერ გავ. მაგრამ გუშ ხალხო რა წავიკითხეთი? რომ ქალებმა გაძარცვეს სადღაც რომელიღაც რეგიონში არ ვიცი ხა ეგრე. ოჯახი წამოიღეს რაღაცეები, წაართვეს ტელეფონი ქალებმა ხალხო. მე მიშველეთ. ანუ სახში ქალიც ვეღარ შემოგიშვია, ეგეთი დრომობით, ანუ ამ ამბავს სერიოზულად ვერ მივიღე ეს ამბავი სერიოზულად, იმიტომ რომ არ ვიცი ამისთანა რა შეგვერყა ამისთანა, რომ ხა საქართველოშიც თუ იყო რამე დაჯგუფება არ ვიცოდი, ხა საბერძნეთში რომ ძალიან ბევრი არიან და ძალიან ბევრი არცხვენს თავის ერს, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და არა მხოლოდ საბერძნეთში, რა ვიცი, როგორც ყველა კაცო მარტო ქართველებზე კი არ არის, ძალიან ბევრია ვიცით დაჯგუფებებით ქურდავ სახლებში შედიან და რაღაცა უბრალოდ
საბერძნეთი მაგათად იმიტომ მომყავს, რომ ჩემი ოჯახის წევრები იქ ცხოვრობენ და მეტად გამიგია, მეტად მომისმენია ისტორიები, იქაც რო ვიყავი, იქაც მიყვებოდნენ მერე სხვა ქართველები, რომ იცი რა ესე მოხდა და ძალიან რთულია, როცა აი და მერე აი ბერძნები რო გეუბნები რა, თქვენი ნაქები ქართველები ხედავთ რა გააკეთეს და აი მართლა ისე ხარ, რომ აი გეჩხირება ბურთი და ვეღარ ყლაპავ, იმიტომ რომ არ იცი რა უთხრა. ცუდი და კარგი რო ყველგან არის, ეგ თვითონაც კარგად იციან, მაგრამ აი რაღაცა სხვა არგუმენტს ვერ ეუბნები თითქოს რა. და ძალიან ბევრია შედიან ოჯახებში, ოღონდ არჩევენ ოჯახებს. ნახეთ, ახლა ვიღაცა ისეთან არ შევლენ, აი ცოტა მეტად რომ აქვთ რა, ისეთებთან შედიან, ახლა არიან ოჯახები იქაც კაცო მოხუცები, რომელსაც შეხვედრა ფერი მოსაპარიზიდად არ არის და ანუ ხო ხვდებით ეგეთ ოჯახებში არ შედიან. შედიან ცოტა ისეთ ოჯახებში, სადაც რაღაცა იშოვება, ან ვთქვათ, დიდად პატრონი არ ყავს, მაგრამ აქვს რაღაცა კაპიტალი და იციან, რომ სახლში უდოთ. ანუ არჩევენ, ხო ხვდებით? როცა მიდიან რანდეუზე, მერე თუ მოეწონათ, მერე ყარაულობენ, ვის შედის, როგორ მოკლედ, მთელი ის არის, აქვს სქემა აქვთ რა. და მერე ძალიან ბევრი, ვაიმე, აი ეს პუწი მომაჭერით ვინმე. და მერე ძალიან ბევრი არის, ვისაც იჭერენ, რა თქმა უნდა, და ძალიან ბევრია, ვისაც შერჩა ეს ქონება და წამოვიდა, სხვა ქვეყანაში გადავიდა, ხო? სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ და მათ გამოსასწორებლად ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან ბევრს იჭერენ, ძალიან ბევრს და ხა იქ მარტივიც არ არის ქურდობები. არ არის მარტივი. მერე იმ რაღაცას ხომ და გაყიდვა ხალხო ანტიკვარები რომ გამოგაგთ იმ ოჯახებიდან ესე არ ხდება ესე მარტივად ყველაფერი. ერთხელ რო შეგრჩა, ორჯერ შეგრჩა, იმას არიჩას 8-ჯერ შეგრჩება, ხო? და მერე რაღაცა შედიან ქალბატონები, იმიტომ რომ უფრო ქალები სამუშაოა, ხო? და გარეთ ყავთ მერე ვიღაცა მამაკაცი, ან კიდე ვიღაცები და მერე რაღაცა ერთობლივი სქემა მიდის გამოზიდვის, გაყიდვის და ასე შემდეგ რა. ჯანმრთელობა და რაც რა თქმა უნდა კატასტროფაა ხალხო და აქაც თუ ხდებოდა ეგრე რომ პიტიადაც აწოვენ, აი მართლა არ მეგონა. ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდის ერთ არ გამიგია მე მსგავსი რა. არა ვიცი. გაგიჟება შეიძლება დედას გეფიცემით. ვეღარავის ვეღარ ენდობი, თუ რა ხდება. ნუ ალბათ რა ვიცი ვინ იყვნენ იმის ხა. არა მგონია ნათესავს გაეძარცვა. მაგრამ ვინ იყვნენ მათი ხა მე არ ვიცი, მაგრამ ეს გაიგე. გადაჭიშტა ხალხი აღარ ვიცი. აი ეს ლოგიკა რომ აუ სამსახურები არ არის და ხალხმა რა ქნას გეხვეწებით ამით ნუ რავი გააправებს მიცეთ ამით მაგ რაღაცა დანაშაულს ნუ რავი ნუ არ არის სამსახურები არის სამსახურები რომ არ არის სამსახურები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მაგრამ ისე რომ შენ დაიწყოს ხვის გაძარცვა იმ ლოგიკით რომ არ არის რაღაცას მაინც იპოვი. შესაძლოა შენ არ გინდოდეს ის სამსახური, მაგრამ რაღაცას მაინც იპოვი. დასუფთავების სამსახურში იპოვი, თუნდაც ბაღში იპოვი რა რაღაცეებს რა, ეხლა უი არ არის და მოდი ვიქურდო, ეხლა გამოსავალი ნამდვილად ვერ იქნება ეგ. თორე ყველას უნდა გადაიდოს ფეხი ფეხზე. მოვიდეს ვიღაცა, ხელია მოსაწერი, კაგეჯი. გააგზელო ლეპტოპში ფილმის ყურება, მაგრამ არ არის ეგრე ცხოვრება. არ არის. ყველაფერს ვცდილობ, რომ რაღაცნაირად დავგეგმო სწორად და აი ესე გავაკეთო. ხო, დაგეგმაზე გამახსენდა. კიდევ ის იყო, რომ ის არისო. ერთი თხოვნა მაქვს რა, რომ დაწერთ კომენტარებს, ნუ წაშლით ხალხო. თუ რო თulit მე რა რაღაცა დებილობა დაწერეთ, ნუ შლით რა, მაგას ნახულობთ მაინც და ნუ შლით ხოლმე. შენს სიტყვებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღო ადამიანმა. უდიდესი მადლობა ყველას უკლებლივ, ვინც დოდონასიანი ხართ, ვინც უყურებთ, აი ყველას ძალიან დიდი მადლობა. ხანის მოგინდა რა ვერ ჩამოყალიბ და მსგავსი რა ის იყო რა ქვია. დიახ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც უნდა ბევრი რამ ისწავლოს, მაგრამ არ უწყობს ფინანსები, ხელს და დრო. ორი ერთად.
ამიტომ სწორად უნდა დავგეგმო, საით წავმართო ის ჩემი გამომუშავებული ფინანსები, რომ ისევ ფინანსებისათვის ჩავდო. რაღაც რომ მინდოდა ემოციურ ფონზე და მინდოდა და მომწონდა, მერე რომ გავიაზრე, ვერაფრით ვეღარ ჩაჯდა იმ რაღაცეებში, რაც მე მინდა, რაც მე მომწონს. ისეთი რაღაცის სწავლა მინდა გოგოებო, რაც მე სიამოვნებას მომანიჭებს, ხვდებით? სწავლა რა, ეგ ისედაც ვიცი, მაგრამ არის თუ მოვიცალი მერე, ისე ძალიან დეტალური მისთვის, რა ქვია, დასამონტაჟებლად იმ ფოტოებსაც ჩაგიყვნით ჩემი სამკაულები, რომლებიც არის და რაზეც მე წლები ვმუშაობდი. მაგრამ ის რაღაცეები, რაღაც ახალი რაღაცები, რაც მინდა, გავივლი აუცილებლად, მაგისათვის შრომობ აქ და გადადებული მაქვს უკვე ნაწილი, მშვენივრად ვაგროვებ. როცა მოგროვდება, მერე გავივლი. გადავწყვიტე, რომ რაც მე ძალიან მომანიჭებს, ნახეთ გოგოებო, სიამოვნებას ეგ ვისწავლო, ძალიან მომწონს საპნები, ძალიან მომწონს და მინდოდა გავლა იცით თქვენ, ასევე ძალიან მომწონს სანთლები და სანთლები ახლაც მომწონს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც ხელნაკეთ აქსესუარებზე ვმუშაობ. დიდეს სიამოვნებას მანიჭებს მე ეს დასრულებული აქსესუარი. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს მიმართულება ავირჩიო და არა სხვა რამ, ამიტომ მინდა, რომ სერიოზულად მივუდგე ამ ყველაფერს და არა ისე. ამიტომ მინდა, რომ ყველანაირი რესურსი, ეხლა რაც მაქვს ყველანაირი არა, მე ბანკის ვალდებულებაც მაქვს ტელეფონის გამო და რაც, მაგრამ ამის გარდა, რაც იქნება საჭირო, ყველაფერი, ყველა თეთრი გადავდო იმისათვის, რომ მე დავგეგმო ის აქსესუარების გვერდის გაკეთება, იმ აქსესუარების კოლექციის გაკეთება, რაც მე მინდა და ამას აუცილებლად გავაკეთებ. ეს ვერ გაკეთდება ერთ დღეში, ერთ თვეში, ორ თვეში, ყველაფერი ერთად ვერ გაკეთდება, ჯონო გაიარო, ანუ ხო ხვდებით. ხო და რაღაცაზე თუ ვოცნებობ და მინდა ეს ანიშნავს, რომ რაღაცებში ვერ ჩამოყალიბდი. ძალიან კარგად ვარ ჩამოყალიბებული. საპნები რო ძალიან მომწონდა, იცით, მაგრამ ვერ დავინახე ჩემი თავი ამ ამბავში. გესმით, ბოლოს უკვე ვეღარ დავინახე, თორე გავივლიდი მაგასაც. არ არის პრობლემა. მაგრამ ვერ. ყველაფერი ერთად რომ გავიარო, მე მაგდენი ფინანსები ფიზიკურად არ მაქვს მე მაგდენი შემოსავალი, რომ საპნებიც გავიარო, სანთლებიც გავიარო, აქსესუარებიც გავიარო, რა ვიცი, ჭრაკერების მასტერკლასი, არ ფიზიკურად ძალიან ძვირი ჩდება. ეხლა არ ვიცი თქვენ თქვათ რა ინფორმაციას ფლობთ, მაგრამ დამიჯერეთ, საკამაოდ ძვირი ჯდება და აქსესუარების გავლა ბევრად ნაკლები ჯდება, იმიტომ რომ არის სამდღიანი, ვიდრე მაგალითად, რა ვიცი, საპნები თუნდაც საკმაოდ ძვირი ღირს და ასევე სანთლებიც. სიამოვნებით გავივლი, აი უპრობლემოდ არც კი დავფიქრდები. ყველას გავივლი. საპნებს, სანთლებს და აქსესუარებს. მაგრამ ამ ხელა ფინანსები საიდან უნდა მოვიციო, ხო? ეხლა მაშინ ყველა ხელფასი უნდა გადავდო, ანუ ასე ვერ იცხოვრებ, ხო? ამიტომ არ მეჩქარება არსად. ჩემთვის რაც არის ახლა პრიორიტეტური, იმისათვის დაწყებულია მოგროვება და ოცნად გავივლი. ხო და რა ვიცი, ან ოცნებები არ ქონია ამ ხალხს, ან რაღაცა მიზნებზე არ უსაუბრია. განსხვავება ისაა, რომ მე კამერასთან თქვენთან ვსაუბრობ ამაზე, თორე თქვენც გექნებოდათ რაღაცა გეგმები ცხოვრებაში, ბევრი ფერი ცხოვრებაში და იმ ფერები და რაღაცები ამოარჩიეთ, ხო? უბრალოდ მე გიზიარებთ ამას და არ ვიცი ხა მე როგორ გამოდის, მაგრამ ასე გამოდის. რაღაცები ჩაიშალა, რაღაცები ისევ დგას დღის წესრიგში და ასე შემდეგ. ხო და რა ვიცი, რა გითხრათ, აბა, ყოველ შემთხვევაში ძალიან მედგრად ვდგავარ ამ ამბავში, რომ აუცილებლად გავაკეთებ იმას, რაც მინდა. იმიტომ რომ როგორ ჟინიანი ადამიანიო არ რა, აი რომ ვიტყვი უნდა გავაკეთო და მორჩა, იმიტომ რომ ჩემი მომავლისათვის იდეალურია ის ყველაფერი, რაც მე დავგეგმე. ჯერ ერთი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ბავშვებთან დაკავშირებით, რომ გადავედი პედაგოგთან. უზარმაზარი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, უზარმაზარი შრომაა და ვინც ამას
ხელწამოკვირთ მოიხსენიებს ხოლმე, ხო? აი ბაღზე, აი მინდა რომ აი რავი თავი გადავაგლიჯო. არ ვიცი მე რა ხდებოდა ახლა ჭიბღორო საუკუნეში, მაგრამ ასე აღარ არის ხალხო. შენ ვეღარ ბავშვები მიუშვი ითამაშდა შენ იჯექი, ესეთი რამე აღარ ვერ მოხდება ვერანაირად, რა ის გადაიდე ფეხი-ფეხზე და ითამაშო ხალხო. ქორივით უნდა იყო, იქვე, რომ რამე რო იყოს, ანუ და მერე შენ ბაღში აი იმ ასაკში, რასაც აძლევ ბავშვს, იმდენი წელი და მთელი ცხოვრება მიყვება მერე, ხო? ის რაღაც მიყვება, ის თავისუფლება მიყვება, ის ცოდა, რასაც შენ მისცემ, ის ჟინი, ის ყველაფერი მიყვება, ის სითბო, შეიძლება აი წლების მერე სულ ვერ გაგიხსენოს, მაგრამ მიყვება, მოგონებები მიყვება, ამიტომ ეს ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ცხოვრებაში. ჩემი შვილის ცხოვრებაში, ხო, ამ ასაკშია და მე მომწონს, როცა ის ბაღზე ასე საუბრობს, მე ძალიან მომწონს. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ ადგილას არის და სწორ ემოციებს იღებს. ასე რომ ასევე უნდა გავიარო ის 66 თუ რაღაცები, რაც არის საჭირო, რომ მე მეტად ავიმაღლო კვალიფიკაცია და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო. რა ვქნა, მე მომწონს ადამიანები, ვინც არ ჩერდებიან. ვინც ჩერდებიან, ხა ის მათი ცხოვრება და საქმეა, მაგრამ მე მომწონს გაუჩერებელი ადამიანები, ვინც ცდილობენ რაღაც მიიღონ. მაგრამ თუ შენ უკვე იმდენი გაქვს მიღებული, რომ აღარ გინდა და იმ მიღებულში კომფორტულად ხარ, ეგეც ჩვეულებრივი ამბავია და არც ეგ არ არის დიდი პრობლემა. უბრალოდ მე კიდევ მინდა რაღაცები და მე ბავშვობიდან, ღრმა ბავშვობიდან ასე ვარ, რომ სულ მინდა ეს ვისწავლო, სულ მინდა ის გავაკეთო, სულ მინდა ეს გავაკეთო. მინდა და რა გავაკეთო. ეხლა მე რომ მქონდეს ის მგონი 700 თუ 800 ღირს საპნები, თუ რაღაც ეგ არ მახსოვს ზუსტად. და ის და სანთლები, ანუ ერთადაც შეიძლება გაიარო, მოკლედ და ისიც ალბათ მაგდენივე ღირს არ ვიცი რა, მოკლედ ხანფაზაკლებებიც აქვთ ხოლმე. სიამოვნებით გავივლი, შაბათ-კვირას ვივლი თუ ექნებათ, თქვათ ან პარასკევს შემიწყome ხელს რომ რაღაცა ან ოდნავ ადრე გამოვიდე, ან თუნდაც 7-8 საათზეც იქ გმება ხოლმე მასტერკლასები და რაღაცები. სიამოვნებით, მაგრამ ნუ არ არის ეგრე, რაც მოგინდება ყველაფერი გაიარო, გააკეთო, არ არის მასე, სამწუხაროდ არ არის მასე და ამიტომ ჯერ რაც საჭიროა იმ ამბავს უნდა მივხედო და მე იქნება რამე. დრო თუ მექნება, რა თქმა უნდა. მე ჩემს პატარებთან მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და ბოლომდე უნდა მივიყვანო დაწყებული საქმე. საკუთარი თავის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ მისცე ის ყველაფერი, ყოველ დღე აი ტვინში მიდევს აქტივობა, ტვინში მიდევს ის 100-ია, სხვანაირად ვერ იქნება. მაშინ წამოხვიდე სახლში, აბარისთვის ხარი, ხო? ამიტომ ვამბობ, რომ შესაძლოა გამაღიზიანებელია ვიღაცისთვის, რომ ხან ის გინდოდა, ხან ეს გინდოდა თუ რაღაცები, მაგრამ ახლაც მინდა პირდაპირ ვამბობ. უბრალოდ ეხა ნახეთ, თქვათ ბარტერით, რომ შენ მერე მისი გვერდი აქტიურად ჩაუშვა შენს ვიდეოებში, აჩვენო კადრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჯერ რაღაცა არ ვიცი, არ შემითავაზებია მსგავსი რამ, ანუ ბარტერი მარტო ის არის, რომ სხვისგან ელოდო, შეგიძლია შენ შესთავაზო, რა თქმა უნდა, ვისაც გინდა. და მაგას ვამბობ, არ შემითავაზებია, თორე შესაძლოა ფაზაკლებითაც არ არის პრობლემა. მოხდეს კარგი ფაზდაკლებით ამ ყველაფრის ხარჯზე, რომ შენ ბევრი კადრი აჩვენო შენს აუდიტორიას. ასევე ძალიან მაინტერესებდა წამწამების დაგრძელების ამბები, რომელზეც უპრობლემოდ ჩემი დოდონას მაყურებელი, უსაყვარლესი გოგო მეპატიშება და შენ მოდი კაცო და აქავარო და ვერ მივედი. ისიც ვიზეთ საუბრობ ადრე მე ამაზე გესაუბრეთ და ფოტოს გაჩვენეთ. ვერ მივედი, იმიტომ რომ ამას უნდა ძალიან დიდი დრო და ხო, ვერ. ძალიან მინდა ამის შესწავლა, იმიტომ რომ პირდაპირ ვთქვათ, კარგად იშოვება. თუ კარგი სპეციალისტი დადექი, კარგად იშოვება ამ ბიზნესში და ჩვენ ეს კარგად ვიცით.
თუმცა მე ჯერ ეგ მიმართულება, მიუხედავად იმისა, რომ მინდა რომ ვისწავლო, ეგ მიმართულება ჯერ რაღაცნაირად მაშინ ბაღიდანვე წამოვიდა, იმიტომ რომ ვერანაირ ძალიან დიდი დრო გჭირდება და ამ შემთხვევაში ამ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტული ჯერ არის ის, სადაც მე ვმუშაობ. ის სივრცე, სადაც მე ვცხოვრობ, იმიტომ რომ დილიდან ღამემდე იქ ვარ. არ ვიცი, უნდა გავარკვიო თუ შაბათ-კვირას აქვთ მაგალითად, კვირატყი არა მგონი ერთი დღეობა დასვენება აქვთ, მაგრამ მაინც მინდა რომ გავარკვიო და თუ ეს მექნება შანსი, ოღონდ აქსესუარებს რო გავივლი. შანსი მე შეება ვიფიქრო, რომ რაღაცნაირად ეგ შევისწავლო. ძალიან მაინტერესებს, აუცილებელი რაკაც სალონში იმუშაო, მაგრამ მე მაინტერესებს ძალიან. თუმცა ჯერ რა თქმა უნდა, რაც ვთქვი, ეგ არის მნიშვნელოვანი და ეგ უნდა ვისწავლოთ. გავიაროთ მასტერკლასი. ასე რომ აი რა დეტალებიც მიჭირს მე თვითონ და რაღაცნაირად ვერ გავაკეთე, ზუსტად იმ დეტალებს გასწავლიან იქ და ამიტომ მინდა უფრო მეტად რომ გავიარო, რომ რა ლაფსუსებიც მაქვს, ხო? და რაღაცა ვერ მივხვდი თქვათ როგორ დავამუშაო. აი ეს არის მისთვის მნიშვნელოვანი და გასწავლიან, აი ეს უნდა გააკეთო. ამ მიმართულებით უნდა წახვიდე, ხო და მეტი რა მინდა. ხო და ნახოთ რა იქნება. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და რომ მოიზრდება, მარიკო აუცილებლად მინდა რომ ვასწავლო. სკოლა კიდე ხელნაკეთი რაღაცების კეთება. აუცილებლად, იმიტომ რომ ამასაც აინტერესებს, ხას უმცივებს აგებს ხოლმე და რაღაცები. აუცილებლად, მე რასაც უყურებს, ხო იცით, დედას ხშირ შემთხვევაში მოსწონთ ხოლმე მე ბავშვებს რაღაცა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოეწონება ის ფერადესი ბრჭყვიალე მძივები და რაღაცები. გაუმარჯოს ჩვენს მიზნებს. აქედან წასვლას არსად არ ვაპირებ ყოველ შემთხვევაში. დროებით მარიკოს ლოგი ცალკე